ქართველებს გვაქვს გამოთქმა, შუბლის ზარღვი გაწყვეტილი აქვს, რაც გულისხმობს ადამიანს, რომელსაც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია. უტიფარია ან ძალიან თავხედი. ხშირად ასეთ ადამიანს უემოციოსაც ეძახიან. იცოდით, რომ მსგავსი მეტაფორა არც ერთ სხვა ენაში არ გვხვდება. მსგავს ადამიანებს გერმანელები Eisernes Herz, ანუ რკინის გულიანს ეძახიან. ინგლისელები კი cold-blooded, ანუ ცივსისხლიანს. ეს მეტაფორული გამოთქმაა და არა პირდაპირი ანატომიური ფაქტი. არც ერთი ექიმი ან მეცნიერი ამას არ დაგიდასტურებთ, რომ შუბლში ერთი კონკრეტული ზარღვია და თანაც წყდება. არა, ესეთი რამ არ არსებობს. ძველ ქართულ წარმოდგენაში შუბლი ითვლებოდა ადამიანის სირცხვილისა და ღირსების წერტილად. როცა ადამიანს წვენია, ხშირად შუბლი წითლდება, ოფლი ან დაჭიმულობა ჩნდება. სავარაუდოდ მეტაფორაც აქედან გაჩნდა. თუმცა საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, რაც მინდა გაგიზიაროთ. თანამედროვე ნეირომეცნიერებაში სირცხვილის თვითკონტროლისა და სოციალურ ნორმებისადმი კონტროლი დაკავშირებულია ტვინის ნაწილთან, სახელად პრეფრონტალ კორტექს, ანუ პრეფრონტალური ქერქი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ ეს ნაწილი სუსტად მუშაობს ან დაზიანებულია, ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს თვითკონტროლი, ნაკლებად იგრძნოს სირცხვილი და უფრო იმპულსურად მოიქცეს. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ადამიანები მოათავსეს MRI სკანერში და მათზე სხვადასხვა ტესტები ჩაატარეს, რომლებიც იწვევდა სირცხვილს, დანაშაულს და ნეიტრალურ ემოციებს. შედეგი კი მიიღეს შემდეგი. სირცხვილისა და დანაშაულის სიტუაციებში აქტიურდებოდა medial prefrontal cortex, ანუ მედიალური პრეფრონტალური ქერქი. ტვინის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სოციალურ და მორალურ თვითშეფასებას. ანუ სოციალური ემოციების დიდი ნაწილი სწორედ პრეფრონტალურ ქერქის ნაწილში მუშავდება. ეს ადგილი კი ზუსტად შუბლის უკან ქერქში მდებარეობს. სწორედ ის აკონტროლებს სირცხვილს, სოციალური წესების დაცვას, იმპულსების კონტროლს და მორალურ შეფასებას. როცა ეს სისტემა სუსტად მუშაობს, მაგალითად ნევროლოგიური დაავადებების ან დაზიანების გამო, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უტიფრობა, სოციალური ნორმების იგნორირება, ემოციური ბლაგბობა. ანუ რა გამოვიდა? ქართული ხალხური გამოთქმა შუბლის ზარღვი გაწყვეტილი აქვს, ფაქტობრივად ეხება იმავე თავის ტვინის, ანუ შუბლის ქერქის უკანა ზონას. შეიძლება ზარღვი აქ უკვე ზედმეტია, თუმცა მაინც საოცარია და თან ფაქტია. არ ვიცი ვინმე თუ იცის საიდან წამოვიდა ეს მეტაფორული განმარტება, ან ვინმე კონკრეტული თუ დგას ამის უკან, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად დააკავშირეს სირცხვილის შეგრძნება ადამიანის შუბლს ყოველგვარი კვლევების გარეშე. გახდი ჩვენი გამომწერი, გაიგე საინტერესო ფაქტები, შენი ლაიქით კი დაგვეხმარები, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი გვერდი.